იმედია საკუთარ თავისუფლებას ცრუ ჩვენების საფუძველზე არ იყიდის. ლილუაშვილის ადვოკატი სწორედ ამ კომენტარს აკეთებს რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებით, თუმცა იტოვებს წინასწარ განწყობასა და იმეც იმასთან დაკავშირებით, რომ მიქაუტაძე ცრუ ჩვენებასა და ინფორმაციას არ გააჟღერებს ლილუაშვილთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ აქვს მიქაუტაძის კეთილსინდისიერებისა და ობიექტური მიდგომების მოლოდინი და იმედი, ხოლო რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას ამ თემასთან დაკავშირებით და ზოგადად დღევანდელ პროცესსა და სხდომას, დღეს პროკურატურის მორიგი კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხება კითხვაზე, რომელ ეპიზოდს უკავშირდება ეს ადამიანი. გვეუბნებიან, რომ უკავშირდება ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების საქმეს, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელი პროკურორი ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს და არ ამბობს თუ ვინ არის კონკრეტულად ეს ადამიანი, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენთვის მისი ვინაობა არის უცნობი. პროცესი უკვე დაიწყო და მიმდინარეობს. ჭორაობა სწორედ ასე უწოდა ლილუაშვილის ადვოკატმა იმ ყველაფერს, რაც სასამართლო პროცესებზე მიმდინარეობს. ის განმარტავს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანის დაპატიმრების არ არსებობს. დავკითხავთ კიდევ ერთ მოწმეს, რომელიც დაკავშირებული არის თაღლითური კოლ-ცენტრების საქმიანობასთან. ის გარკვეულწილად ჩართული იყო ამ საქმიანობაში და შესაბამისად მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა. რა თქმა უნდა, მე ამას გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ვამბობ, ვფიქრობ, ყველა ვინც დასაკითხ-პირთა სიაშია და ამ დრომდე სასამართლოში დაკითხული არ არის, ბუნებრივია ყველასთან მიმართებით მოხდება დაბარება, სასამართლოში დაკითხვა იმ ვადაში, რაც კანონით არის ამ შემთხვევაში გაწერილი. ვერც ერთი მოწმე ვერ გასცდა ჭორაობის სტანდარტს. ადამიანები არ არიან პირველად იწყარო, არ შეგვიძლია არანაირი ინფორმაციის გადამოწმება რა. ფიზიკურად ეს არ არის არანაირი სახის იმგვარი მტკიცებულება, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულებით, ბუნებრივია სამართლებრივ ენაზე ამას ქვია ჭორაობა და არა მტკიცებულება. მე არ ვიცი ბატონი რომეო მიქაუტაძე უნდა დაიკითხოს თუ არა დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე. თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ ის მხოლოდ იმ ობიექტურ ჭეშმარიტებას გააჟღერებს, რომ ბატონი გრიგოლს არანაირი სახის დანაშაულში არ აქვს მონაწილეობა მიღებული ისევე როგორც თავად რომეო მიქაუტაძეს. მოლოდინი იმის ახვალზე რა შეიძლება იყოს და ვინ შეიძლება როგორ გამოიყენოს ვინმე. ამას ბუნებრივია დაცვის მხარე ვერ გამორიცხავს, ვინაიდან ადამიანები ვაჭრობენ და მანიპულირებენ, ასე რომ ვთქვათ, თავიანთი თავისუფლების ყიდვით და რაღაც კუთხით შესაძლოა ვინმეს კონდეს განზრახვა თანამშრომლობისა თუ გამოძებაში არის მისი ჩვენება? გარკვეული სახის ინფორმაცია არის, თუმცა აღნიშნული შინაარსზე ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ. პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება და მიმდინარეობს. საინტერესოა როგორ შეფასდება ის დასრულების შემდეგ ადვოკატი კვლავ დარჩება თუ არა პოზიციაზე იმასთან მიმართებით, რომ დღევანდელი დღეც არის მორიგი ჭორაობა ნაცვლად მოწმეთა დაკითხვისა, ხოლო მთავარი კითხვა ამ პროცესში არის ის, თუ რა სიტყვის რომეო მიქაუტაძე, დრო ძალიან ცოტა ფინალში გადის ეს საქმე, ყოველ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკითხვის ეტაპი, გამოკვლევის ეტაპი, ამიტომ მთავარი კითხვის ნიშნები ახლა სწორედ მიქაუტაძესთან დაკავშირებით არსებობს.